როგორც ჩანს, ბევრ აფთიაქში უჭირთ იმასთან შეგუება, რომ მეორე ჯგუფის მედიკამენტები ურეცეპტოდ აღარ იყიდება. ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტომ 11 ასეთი აფთიაქი უკვე დააჯარიმა. კანონდამრღვევების გამო სამწუხაროდ ბაზრის სხვა მოთამაშეები ზარალდებიან. მცირე აფთიაქებში მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემა გრძელდება. ეს ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტომ დღეს გაავრცელა. ერთ-ერთი მისამართზე, რომელიც სამინისტროს ვებგვერდზეა მითითებული, ჩვენი გადამღები ჯგუფი იმყოფებოდა. რეგულირების სააგენტომ ბოლო პერიოდში 11 ფარმაცევტულ დაწესებულებაში სხვადასხვა სახის დარღვევა აღმოაჩინა. მათი უმრავლესობა მეორე ჯგუფს მიკუთვნებულ პრეპარატებს ურეცეპტოდ ყიდდა. სამ დაწესებულებაში გამოვლენილი არის პირველი და მეორე ჯგუფის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ურეცეპტოდ გაცემის ფაქტები, 7 დაწესებულებაში გამოვლენილი არის მხოლოდ მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ფორმასთან რეცეპტის გარაშე გაცემის ფაქტები. მცირე აფთიაქებში რეცეპტით გასაცემი მედიკამენტების დარღვევით გაყიდვის შემთხვევებზე ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციაც საუბრობს. ამბობენ, რომ კანონდამრღვევი აფთიაქების გამო ბაზრის სხვა მოთამაშეები ზარალდებიან. მაინც ახდენენ კანონის დარღვევით მაღალ ფასად რეცეპტით გასაცემი ფარმაცევტული პრეპარატების რეალიზებას რეცეპტის გარეშე. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული პრეცედენტები ხელს უწყობს შავი ბაზრის დამკვიდრებას და ფარმაცევტული პროდუქტების ღირებულების უსაფუძვლო ზრდას. აგრეთვე ლახავს კეთილსინდისიერი სუბიექტების რეპუტაციასა და ბიზნესს. არასამთავრობო ორგანიზაცია ჯანმრთელ სამყაროში არ გამორიცხავენ, რომ გრძელვადიან პერიოდში რეცეპტის ინსტიტუტის გამო მედიკამენტები გაძვირდეს. ადამიანი ასეთია, აღარ ყიდულობს 5-10 დასახელების სამას ყიდულობს, იმ 1-2 დასახელების სამას, რომელსაც რეცეპტით აქვს მასა და ამიტომ ეს გაკიდების რაოდენობას ამცირებს და როცა გაკიდების რაოდენობა მცირდება, ბიზნეს კანონია უკვე როცა დაგლები იყიდება ფასის მატულები. ამ დროისთვის მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის ფაქტი 27 აფთიაქშია გამოვლენილი. პირველ შემთხვევაში აფთიაქი 500 ლარით ჯარიმდება. ყოველ მომდევნო დარღვევაზე კი 1000 ლარი დაეკისრება.